და მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ამ დღევანდელ დღეს 4 შაბათს, როდესაც ჩვენს ტაძარში გარდაიხდება დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამა თუ იმ სასაუთმოქმედი ხატის მიმართ, სადაც მოდიან არა მხოლოდ ადგილობრივი მრევლიდან, არამედ სხვა სამრევლოებიდან, რაც გამოხატულებაა პირველ ყოვლისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, პატივისცემისა და სიყვარულისა და მერვე სარწმუნოებისა, რომლითაც შესთხოვენ ამა თუ იმ სათხოვარს აქ მოსული მორწმუნენი. და ფაქტიურად ეს ტრადიციად იქცა, თუმცა ეს ტრადიცია ჩვენ არ დაგვიწესებია, ბუნებრივია, ეკლესიური თვალსაზრისით ყოველი 4 შაბათი გარდა იმ დღეებისა, როცა საუფლო დღესასწაული დაემთხვევით, არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელის დღედ გამოცხადებული. მაგრამ არ ვაპირებდი რა სიტყვის ხმას გარკვეულმა გარემოებებმა განმაწვეს საიმისოთ, რომ მერყა ეს სიტყვა. დღევანდელ დაუჯდომელში ჩვენ ვუგალობდით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისი ერთ-ერთი ცნობილი საგალობელი ხატის წინაშე, რომელიც ჩვენს ტაძარში დაიწერა და დაბრძანებულია ღვთისმადლით, მამა გაბრიელის სახელობის ტაძარში, წოდებულად ბარძიმის შეუსმელი, რომელიც არის რემინისცენცია ზიარების საიდუმლოებაზე, მაგრამ იმავდროს აქვს კონკრეტული მადლი და ნიჭი ბოძებული ღვთისაგან მემთვრალეობის სცენით შეპყრობილთა საკურნებელად, თუკი მას სარწმუნოებით მიმართავენ, თავად შეპყრობილიც და მათი უახლოესი ნათესავები თუ გულშემატკივარნი. და კარგია, რომ დღევანდელ დღეს რიგითობი სწორედ ამ ხატთან მოგვიწია დაუჯდომელის გალობა. რატომ? რადგანაც მოახლოვდა ამ ღამინდელი ღამიდან ეგრეთ წოდებული ახალი წელიწადი, რომელიც დავაკამათის და აუგზაურის საგანი გახდა რა, მათ შორის მორწმუნე ბრევლში წლების წინ პატრიარქმა განსაზღვრა, რომ ეს არის საერო დღესასწაული სამწუხაროდ დაწესებული შობის მარხვაში. მოდი სათავეებთან მივიდეთ, საიდან იწყება და იღებს, ესე იგი, თავის სათავეს ეს ყველაფერი. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იყო ასეთი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ათინა გორი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ის იყო მასონთა მეგობარი. ეს საკოლოთაოდ ცნობილი იყო. და ამის გამოხატულებას ჩანს იმაშიც, რომ არც თუ მათი წაქეზების გარეშე, რა თქმა უნდა, და კათოლიკური სამყაროსი, რომელიც წვალებლები არიან დღესდღეობით, შემოტანილი იქნა ამ პატრიარქის მიერ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიაში და დაწესებული ახალი სტილი, რომელმაც უდიდესი განხეთქილებები გამოიწვია ბერძენთა შორის. აი მაგალითად დღესდღეობით თუნდაც ათენის სამიტროპოლიოში ეკლესიაში არის 7 სხვადასხვა სქიზმა განსხვავებული და ესე იგი ერთმანეთთან არ აქვს ევქარისტიული კავშირი პირველ ყოვლისა ამ ახალი სტილის გამო. აქედან უკვე შანს, რომ ეს იყო ბოროტება. მერმე რაკი წარმატება ხვდათ მათ პროექტს, ასე ვთქვათ, მასონებისა კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიაში, ეს პატრიარქი გადაყვანილი იქნა ალექსანდრიის ადგილობრივ ეკლესიაში. იქაც იგივე მოიმოქმედა და იგივე სავალალო შედეგები იყო და დღეინდელად დღემდის არის სახეზე. ამის მერე ასეთი რამ თითქმის არადროს არ მომხდარა ეკლესიაში, რომ 3 კათედრა გამოეცვალა პატრიარქს. ამის მერე გადაყვანილი იქნა იერუსალიმის საპატრიარქოში, ახლა უნდა ვთქვა, თუმცა მწუხარებით, რომ საბედნიეროდ გარდაიცვალა. რატომ საბედნიეროდ? იმიტომ რომ სიკვდილი ყოველთვის სასჯელის წინაშე წარდგომა ღვთიური სასჯელისა, მაგრამ ეს ბოროტის მოქმედი გარდაიცვალა ღვთისნებით. ამიტომ არ დასწავდა, რომ იერუსალიმის ადგილობრივ ეკლესიაში იგივე განხეთქილება შეეტანა და შეეცვალა სტილი. ეს სტილი თავდაპირველად შეცვალა წვალებელმა კათოლიკე პაპმა გვიანდელ შუა საუკუნეებში, სახელად გრიგოლმა. მის მიხედვით ეწერა გრიგორიანული სტილი და კალენდარი. თუმცა ჩვენ მივდედით იულიუს კალენდარს. სულ ცოტა სამი რამ ჩემო საყვარელო მოწმობს, რომელი სტილია უტყუარი და ჭეშმარიტი.
სულ ცოტა სამჯერ წელიწადში ხდება მიუწვდომელი სასწაული. აი მაგალითად, დიდ შაბათს კულკლიაში, მაცხოვრის საფლავზე და საფლავში გარდამოდის ღვთიური ცეცხლი. Რამდენიმე მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, რომ ეს ადამიანური ჩარევით არ ხდება. აი მაგალითად, მე-17 საუკუნეში სომეხმა მონოფიზიტებმა 4 საპატრიარქო აქვთ და იერუსალიმში, სადაც აქვს საპატრიარქო, ის ჩვენი დადიანების აგებულია. ქართული მონასტერი იყო იქ ერთ-ერთი და ეს ტაძარი დღემდე რჩება ყველაზე ვრცელ დიდ ტაძრად იერუსალიმის ტაძრებს შორის. გველაძუობით და მათთვის დამახასიათებელი მსაგრობით, როდესაც დასუსტდა საქართველო, დაიშალა სამთავროებად, სამეფოებად და ასე შემდეგ, ისარგებლეს როგორც შევიათ ამერის შვილებს და ხელში ჩაიგდეს ეს ყველაზე დიდი ტაძარი და დღეს ის აქვს თავად საკათალიკოსოდ იერუსალიმში. ესე იგი, ამასაც არ დაშერდნენ, ეს მოხდა მე-17 საუკუნეში, თურქებს ეპყრათ იმ ხანად გასაგები იერუსალიმი, პალესტინა და მათ შორის მაცხოვრის საფლავის ტაძრის გასაღები მოისყიდეს სომხებმა ღვთამით და ესე იგი შეკოჭეს თურქებმა, მუსლიმებმა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი და შეკოჭილი გაიყვანეს გარეთ და დააყენეს ტაძრის შემოსაზღვრებ კართან. იქ სადაც დღემდე სვეტზე არის ქართული ასომთავრული წარწერა. და თავიანთი სომეხი კათალიკოსი შეიყვანეს კულკლიაში თურქების დახმარებით. მუსლიმების არ დაგავიწყდეთ. ძალიან დიდხანს ლოცულობდა სომეხთა კათალიკოსი, წვალებელი, მონოფიზიტი არ დაგავიწყდეთ. აქ სომხობაზე კი არ არის ლაპარაკი, სრულწმენაზეა ლაპარაკი და წვალებლობაზე. წვალებელი კათალიკოსი რამდენსა ლოცულობდა რა ლამის შახზე ვახსესავი თავს ისერამდა, ღვთიური ცეცხლი არ გადმოდიოდა. მაგრამ რა მოხდა? გარეთ ლოცულობდა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი და ბოლოს გარდა მოხდა ეს ღვთიური ცეცხლი, ჩამოვიდა კულკლიაში, არ შევიდა კულკლიაში. გვერდი აუარა, ამას ყველა ხედავდა. ასობით ადამიანი და ათასობით იდგა იქ. და გავიდა გარეთ, გახეთ, კარიდან კი არ გავიდა. როგორც უფალი დახშულ კარში შევიდა, აი ესევე სვეტში გამჭოლ გაიარა ამ ღვთიურმა ცეცხლმა და გააპო, იცით, მე ყოფილვარ დიდხანს ვიდექი, ვიცოდი ეს ისტორია და ვაკვირდებოდი. არც საჭრისით არის გაჭრილი, არც რაიმე სხვა ფიზიკური საშუალებით. ღვთიურად არის გახეთქილი. აი ვარდი რომ კოკორი რომ გაიშლება. აი ესე არის გაშლილი. და აი აქედან ამ ნაპრალიდან გამოხდა ეს ღვთიური ცეცხლი და აინთო შეკოჭილი მართლმადიდებელი იერუსალიმის პატრიარქის ხელში. რაც იყო დიდი მოწმობა, სად არის ჭეშმარიტება. არა მონოფიზიტობაში, არა კათოლიკობაში, არა პროტესტანტიზმში, არა მუსლიმობაში თუ სხვა წარმართულ რელიგიებში, არამედ სიმართლის მადიდებელ სარწმუნოებასა და აღსარებლობაში. ამით უფალმა არ ადამიანმა, არც ადამიანთა კრებამ, არ ძლიერთ ამის სოფლისა და არამედ სული წმინდა მაჩვენა სად არის ჭეშმარიტება. მიუხედავად ამისა, დღემდე ესე იგი ვრცელდება და გრძელდება ეს დობილებანი სხვადასხვა ხასიათის, რაც ჩამოვთვალეთ და უფრო მეტი ვერ ჩამოვთვალეთ. მოხდა ესეთი უჩვეულო რამაც, იმისთვის რომ ღვთიური ცეცხლი გარდა მოხდეს, ერთ-ერთი პირობა აღმოჩნდა არის ის, რომ მართლმადიდებელი, ესე იგი, არაბები უნდა ლოცულობდნენ და თქვენ იცით როგორი ხალხიც არის ეს. ოდითგან მომთაბარე და მებრძოლი, არა? მომძლავრეც და სხვა, მაგრამ სრულიად განსხვავებული არიან მართლმადიდებელი არაბები. ყოფილვარ და მინახავს და განმისწია და გამკვირვებია და ამად ვამბობ ამას კიდევ, არა მარტო იმიტომ, რომ ისტორიულ ფუძლებს ვეცნობი მათი მოქცევისა და ასე შემდეგ. აი მაგალითად, როდესაც წმინდა მიწაზე ვიყავით პატრიარქთან ერთად, ჩვენ დაგვასახლეს იერუსალიმის არაბულ კვარტალში. აი ქუჩაში თუ გაიხედავდნენ, წრულად გვიყურებდნენ, იცოდნენ რომ ქრისტიანები ვართ. ჩასისხლიანებული თვალები, ბოროტი გამომეტყველება. სრულიად სხვა სურათი ვნახეთ,
მართლმადიდებელ არაბებთან, იგივე არაბებთან, მაგრამ მართლმადიდებლებთან. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიყავით ნაზარეთში და მოვილოცოთ ის ტაძარი და წყარო, სადაც დედა ღმრთისას არაერთხელ აღმოუსია წყაროს წყალი შინ წასაღებად. დიდი სასუებით ლოცულობდით, ამოვავსეთ ჩვენ ეს წყალი და გარეთ რო გამოდით პაპანაკება სიცხე იყო, ცხელი ქვეყანაა პალესტინა და ვიდექით, ხე ნაკლებად იყო, არ იყო პრაქტიკულად იქა და ვიდექით მზის ქვეშ. ჩვენ სამხრეთის ხალხი ვარ და მიჩვეული ვართ ასე თქვა და იქ იყო შორს პავილიონი. იქიდან მოვიდა ორი არაბი, მართლმადიდებელი, კურთხევა აიღეს, ეს ჩვენთვის უჩვეულო რომ მართლმადიდებელი ეს არაბი იღებს ლოცვა კურთხევას. ოდიდნენ ჩვენ ცნობიერებაში რომ ისინი მუსლიმები არიან და ქრისტეს თვლიან წინასწარმეტყველად, ისიც მუჰამედზე დაბლამდგომად და არა ღმერთად. ჩვენთვის ეს სასწაულის ტოლფასი იყო და აიღეს კურთხევა და ძალზე სიყვარულით, თბილად მორიდებით გითხრეს. მამაო, რად გახართ სიცხეში? აგერ მოგწადით პავილიონში. მოგიტან წვენებს, ცივწყალს და გაგრილდით, ვიდრე გაემგზავრებით. მადლობა გადაუხადე, არ შევსრულოთ, იმიტომ რომ გზას უნდა დავდგომოდით სხვა სიწმინდესთან, უნდა მივახლებოდით. რა თქმა უნდა, მე რამალ ხალხში მოგვიწია ყოფნა ჩვენს პატრიარქთან ერთად. დოქსოლოგია უგალობეს და ისეთი სიყვარული გამოავლინეს ჩვენი პატრიარქის და ჩვენს მიმართ, ჩვენში იწევდა გაოცება. არამალხის ღვთისმშობლის სასწაულით მოქმედი ხატი ამ ტაძარში დასვენებული. მოვილოცეთ სიყვარული, დავემშვიდობეთ და დავადეკით გზას. და მე ერთხელ კიდევ შევხვდით არაბებს, ეს იყო წმინდა გიორგის დედის სამშობლოში, ლუდეაში, სადაც დიდმოწამე გიორგის სახელსაც მისი წმინდა სხეულის უდიდესი ნაწილია დასვენებული. პირველ სართულზე ტაძრის და 2 სართულიანია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი პირობა, როგორც გითხარით, ფიური ცეცხლის გარდამოსვლისთვის არის არაბთა ლოცვა და კიჟინა. და ერთხელაც ისეთი კიჟინა დასვეს მოხდა გვიანდელ შუა საუკუნეებში არაბებმა, რომ ესე იგი განრისხდა პატრიარქი იერუსალიმის და ბრძანა რომ გაეყვანათ ეკლესიიდან. გაიყვანეს. ხომ პატრიარქია, ხომ მართლმადიდებელია. მაგრამ ცეცხლი არ გადმოდიოდა. და მერე გულისხმა მიიღო პატრიარქმა, რომ არაბები ტაძარში დაებრუნებინათ. არაბები შემოვიდნენ და კიჟინა დასეს. როგორც კი დასეს კიჟინა, ღვთიური ცეცხლი გარდამოვიდა ისე კულკლიაზე. ამითაც აჩვენა უფალმა, რომ არაფრით არ უნდა უგულებელს ყოფთ ამ არაბთა მართლმადიდებელთა ლოცვა. ეს არ არის ერთადერთი პირობა, ეს ნიშნასწაული მოხდა სწორედ ამ გულისხმის ყოფაში მოსარმანად. ესე იგი, არიან პაპისტები, რომაელები და პირველად წვალებელი პაპი, რა თქმა უნდა, ის დილობს გააქცელოს თავისი ძალაუფლება სრულიად დედამიწაზე. და რატო? ყველა ამის ავტორი უკანდგომი ეს არის თავადი ამ სოფლის სატანა. ის ამზადებს საუკუნეებია უკვე სატანის გამეფებას, ანუ თავის გამეფებას დედამიწაზე ანტიქრისტეს მიერ. აი ერთ-ერთი წინასწარმეტყველებათაგანი, როდესაც ანტიქრისტე ჩაიგდებს ძალაუფლებას, საყოველთაო არჩევნების თავდაპირველად კრავად მოაჩვენებს ხალხს და თავარ მშვიდობის ყოფილსაც კი როგორ ხილში უნდა იყოს მადლისაგან და ჭეშმარიტებისაგან დაცლილი კაცობრიობა. ყოველივე ამის მერმეთ, ესე იგი ჩაიგდებს რა ძალაუფლებას და პირველი 3 წელიწად-ნახევარი იმ 7-დან მოახმარს განმტკიცებას ძალაუფლების და აქვე დავზენდი, რომ არის ასეთი წინასწარმეტყველება, რომ შესაძლოა ამ ახალ მსოფლიო გაერთიანებაში, ახალი მსოფლიო წესრიგი არ შევიდეს რუსეთი, რაც დასავლეთის კიდევ მეტ გაბოროტებას და გაგულისებას გამოიწვევს და დაპირისპირებას რუსეთთან. ანუ ვარაუდი, რომ შესაძლოა იქ არ გამეფდეს. ღმერთმა მისცეს მათ მართლმადიდებელი მეფე, რომელიც ისეთი მწყიცე ნებისყოფისა და ღრმად მართლმადიდებელი ღვთისმოშიში იქნება, რომ თვით ანტიქრისტეს ექნება მისი შიში. ყველაფერზე არ მოყვე, ბევრი ამ ვითარგმნია, დაგვიბეჭდია, ვიქადაგია და თავს აღარ შედაწყენთ. რაც შეეხება ღვთისმშობლის სილხეთ ივერიას, მასაც განსაკუთრებული ხვედრი აქვს. თავად ეს ერიც ქართველთაი და ქვეყანა არის განსაკუთრებული, იმიტომ კი არ ვარ ქართველი ვარ. არა. ამას მოწმობდა აქამდე გარდამოცემა, ისტორია, წილხვედრილობა ღვთისმშობლის და მრავალიცა სხვა სასწაული, რომ
ასეთი ომებისა და იმპერიების ფეხქვეშ გამოვიტანეთ სული და არსებობა და მეტნაკლებად ქვეყანად შევინარჩუნეთ, რომელიც ღვთისმშობლის სიმხედრე არ დაგავისა და ჩვენც როცა კიდით გავრბივართ აქედან, პირველ ყოვლისა როცა წარდებით სამჯერ მოგვეკითხება, რომ ღვთისმშობლის წინხვეც უყავით ეს ჩვენ და მერმე უკვე ჩვენს მამა პაპათა, რომელთაც მრავალი სისხლი, ცრემლი და ვაება დაღვარეს, რომ ჩვენი ქართული მეუღა მოეტანათ. როგორია ჩვენი ქართული მეუღა? მადლობა ღმერთს, აი უახლეს გენეტიკური გამოკვლევები და დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ეს არის დასავლური გამოკვლევები როსთან. ერთის და მეორეს რქენენ დღეს საქართველოს, მაგრამ ჭეშმარიტებას ვერ წაუვლენ ყველა ასეთი როდია მათ შორის. ამ გამოკვლევებით არა მარტო უძველესი ერია, ერი ქართველთანი, უნიკალური. ის დგას მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებთან და მოსული არის ახლო აღმოსავლეთიდან. ათასობით, მრავალი ათასეული წლის წინათ. მისი გენეტიკური კოდი არის G2A და სხვა ვარიაციები G2-ის. აი მაგალითად, მამა ივანეს, რომელიც ჩვენთან ერთად ლოცულობდა დღეს, ამ გენის მატარებელია. მეგრელია წარმოშობით, მიაქციეთ ყურადღება. G2-ის. ჩემი გენიც, ქართველი ვარ მე, არის G2 ვარსკვლავი. გენეტიკურ გამოკვლევებში ნათქვამია, რომ G2 ვარსკვლავი ეს არის ბევრად უფრო ძველი გენი, დაახლოებით 40-დან 50 საუკუნემდე. და ჩვენზე უფრო ძველი გენები არსებობს განსაკუთრებით ქართველ მთიელებში, სვანებში განსაკუთრებით. სვანებში G2 მოსახლეობის 80%-ს აქვს. ანუ ბევრად სუფთად აქვს შენახული ამ გენის სიწმინდე. ჩვენი მამაკაცების 40% ამ გენის მატარებელია. ნაწილი არის G2. მაგალითად, მამა გიორგი ჩვენთან მსახურობს, პაპიაშვილი. G2 გენის ასევე უძველესია, მაგრამ არა ისეთი როგორც G2. გარდა იმისა, რომ უძველესი გენები გვაქვს, ანუ სათავეებთან მდგევარ კაცობრიობის გამრავლების და ესე დასაბამის, ჩვენ გვაქვს უნიკალური ცივილიზაცია. რაც ასევე არქეოლოგიურმა გამოკვლევებმაც არაერთის დაადასტურა. ჩვენგან დაიწყო მიწათმოქმედება, ამათ გვეძახდნენ ჩვენ გეორგოსებს, ანუ მიწათმოქმედებს. ეხლაც აი დღეს 11 თუ 13 ჯიშია ხორბლის, აქედან 8 თუ 10 არის ქართული. მეტი რა გითხრათ? და ჩვენმა წინაპრებმა გამუდმებულ ომებში იყვნენ რა, ისეთი ხორბალი გამოიყვანეს, ხანაზე რომ მთელი ამხელა ლაშქარი გადაევლიდა, ცოტა ხნის მერე ისე ფეხზე დგებოდა. ანუ ვერ ანადგურებდნენ. ესეც ხო შემთხვევით არ არის. მეღვინე ერია ჩვენი ერია. აი არქეოლოგიურადაც და გენეტიკურადაც, იმიტომ იპოვეს, ნახეს, გაანალიზეს. დაახლოებით 8000 წლისი იყო უკვე მეღვინეობა აქ. წიწები ნახეს, ცოტაოდენი ღვინო და ქვევრი. ქვევრის ღვინო ეს ჩვენი შედევრია, ასე ვთქვათ. ეხლა თქვენ ღვინოთი მოგაქვს თავი, მე მაგონდება როგორც მორწმუნეს და მღვდელს სიტყვები წმინდა ფსალმონისა. ღვინო ახარებს გულსა კაცისას. ანუ რისი თქმა მინდა საყვარელი. პირველ მართალ ადამიანსაც, ნოესაც წარღვნის შემდეგ მას მისცა გულის თქმა, დაეწურა და მიიღო ღვინო. თუმცა არ იცოდა ეს რა იყო, მაგრამ აღასრულა გულის ხმის ყოფა, ასე ვთქვათ. მერმე მინდა ახლა შეგახედოთ რა გადაიტანა 1 წლის განმავლობაში მოემ კიდობაში, სათქმელად ადვილია. თქვენ უბრალოდ კომფორტულ სახლშიც კი რომ გამოვკეტოთ ყველა ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი სიკეთებით, მაინც მოწყენილობაში ჩავარდებით და გაგიჭირდებათ. ეს იქნება თავისებური შეზღუდვა თავისუფლებისა, რომლითაც ხატი ვართ ღვთის ადამიანები. ყველასე მტკივნეული ეს არის, მე პატიმრებსაც ვაზიარებ, როგორ მტკივნეულად განიცდენ ამას განსაკუთრებით. თავად ვთქვათ, რომ არაფერი ისე არ დამანგრევდა, როგორც პატიმრობა, თავისუფლების წართმევა. და მადლობა ღმერთს, რომ ბევრი მათგანი თუ ყველა არა მოვიდა სინანულში, გაანალიზა თავისი წარსული ცოდვიანი ცხოვრება და შეუდგა ქრისტესაც კი, ანუ გახდა მორწმუნე ეკლესიაში, ბევრგან სამოცნობოებია, აზრებია, ზიარება შეიძლება და ასე შემდეგ. არ მოვყვები ამ ყველაფერს და ღვინო რა იყო ჩვენთვის? მოგეშინისება, როგორც ნოესთვის, კიდობნდა რომ გადმოვიდა, წელიწადზე მეტი იყო გამოკეთილი თავის ოჯახთან ერთად, პირუტყვი, ფრინველი შეიყვანა, როგორც უცადა სკორე, სკინტლი,
აუტანელი სუნი, უჰაერობა. აკი ღმერთმა დაუგმანა სარკმელი, როცა ნოეთ შეიყვანა. ჯერ შეიყვანა, მე ყველაფერი მეცხოველი აღასრულა კურთხევა და მე თავად შევიდა. როგორც გემის კაპიტანი ასე ვთქვი, დიახაც, ხომალს გავს. მისი კიდობანი აღმოაჩინეს და ნაშთების გამოიკვლეს დიდი ხანია. დამტკის და ბიბლიური ჭეშმარიტება ამიტომ ხალხთა მათ შორის წარმართი ხალხების გადმოსახედში ინდონეზიიდან დაწყებული და ამერიკის ინდიელები დამთავრ ყველას აქვს გადმოცემა რომ დედამიწაზე იყო დიდი წარღვნა და იყო ვინმე მართალი ნოე. სახელიც კი შემორჩენილია ამ წარმართების გადმოცემაში. ყველა ტკივილის და გაუსაძლისი პირობების შემდეგ გადმოვიდა და ნახა ყურძენი გაიხარა მისმა სულ, ჯერ კიდევ ველური იყო. გაიხარა სულმა მის. დაწურა, ეთყბილა. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წელი არაფერი მსგავსი არ უხილავს, როგორ დატკბებოდა მისი სასა. აღარ გვინდა ამდენი პედანტიზმი და წვრილმანი ჩაყოლა რა მოხდა და როგორ აღიქვა ნოემ. და მერმე მოათვინიერეს. და პირველები, ვინც ეს გააკეთეს, ნოეში თავმავლები იყვნენ. იაფეტის თავმავლები, მისი ერთ-ერთი შვილის, ჩვენ ვართ იაფეტიდები. მერმე დაწინაურდა, ესეც მიტად პირველები, ვინც მოაშვენიერეს ველური პირობები, ნადირი იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები. ამას იმად კი არ გავამპარტავდები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ძირები, ვინ ვართ, ვინ ვიყავით და დღეს როგორ ღაფავს სულს ქართველი ხალხი. სისაძაგლეში, უკეთურობაში, სამშობლოს გამყიდველობაში, ჭეშმარიტების უარყოფაში, ეკლესიის ლანძღვაგინებაშიც კი, პატრიარქის სასულიერო პირების მორწმუნე მრევლის აბუჩატაგდებით. მე საცარებებში ხშირად მესმის. აი რანი გავხდით, სამშობლოს მიტოვებით, უცხო თესლზე გაყიდვით. და რა მოხდა ეგ ბოლო წლებში თუ 10 წლებში თუნდაც. დაამხეს რა ხალხის ნებითა და ღვთისნებით მოსული ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც წანამძღვრები მოუმზადეს მერაბმა და ზვიადმა, ამ ორმა დიდმა ქართველმა და დიდმა ქრისტიანმა, ერთიც მოკლეს და მეორეც. ვინ მოვიდა? პირველი. კრემლიდან შემოვარდა შევარდნაძე. თვითონ გვარიც როგორ შევარდნაძე შემოვარდა იქიდან, ჩვენ არ მოგვიწევიერეს. ეს იყო კრემლის პროექტი, რომელსაც უთანაგზნობდა ასევე დასავლეთი. სათავისო ინტერესებიდან გამომდინარე. რა მოიმოქმედა ამ ახალმა აღამაჰმად ხანმა აღარ მიტყვია. მისი შვილი დღეს ევროპის 10 მილიარდელში გადის. როგორ ძარცვეს საქართველო. არ ვიტყვი მორალურად როგორი ტკივილები მიაყენეს ქართველ ხალხს. მერბე ვინც მოვიდა, არა ქართველი, ეს უკვე დასავლეთის პროექტია. პირველი რაც ამ ადამიანმა მიიღო უმაღლესი ხელისუფლება, რა თქვა, მოუწოდა ახალგაზრდებს განსაკუთრებით ბოჩქებში გაიცანით ერთმანეთი. სხვა რა სიტყვა გარყვნილია და სხვა შინაარსი მას არ აქვს უბრალოდ. კოკასაში რაც აკას იგივე წარმოდინდების. გარყვნილების დროშა ასია საქართველოში. მე აღარ ვიტყვი რომ ტრანსგენდერთანაც კი აქვს ურთიერთობა, რომ სხვათა შორის წარმოშობით ქართველია ამერიკაში გაიზარდა და არის თანამედროვე ამერიკელი ასე ვთქვა. არა მინდა ამას დოკუმენტური კადრები მინახავს და იქით ლაპარაკობ. ციხეებში კაცების გაუპატურება ამ ღირსების აყრა. მე აბასინად ქადაგებაში ვახსენე რუსთავში ერთ-ერთ ჩვენ ბრევს ვასიარები ხატვარს. და მითხრეს რომ ვარიები მოიყვანეს ამ. მე მეგონა ქართულ გამიკვირდა როგორ მეთქი ციხეში ვარიებს უყლა. არა მამო, ახალგაზრდა ბიჭებიო. ავჭალის კოლონიიდან. სადაც აუპატიურებდნენ მათ. ნულოვანი ტოლერანტობა ამასაც მოიცავდა. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩნენ მამათმავლებად. არ მოეკითხება ამისთვის პასუხი? ან დღეს რა ხდება? ზეთუნა ხავი ვარო. რა ღირსი ხარ მზის სინათლეს რომ ხედავდე, რაც მოიმოქმედე საქართველოში. უფრო კონკრეტულად აღარ ჩამოვიდეთ, რომ სამწუხაროდ ეგ უფრო იცით, ვიდრე წმინდა სახარება. მერე მოვიდა პლასტილინის კაცი და ზელავდნენ როგორც უნდა დასავლეთიდან. ჯერ ერთი რა, ესე იგი წარმოიდგინეთ, ზნეობის დაცემისთვისაც იყო ეს. არც მალავდნენ. ქალი, რომელიც მისი საყვარელი იყო, შვილის მეგობრის დედა არ დაგავიწყდეთ. ის გახდა პირველი ლედი საქართველოს. არ არის უზნეობის ქადაგება, ეს უბრალოდ გეკითხები თქვენ.
დანარჩენზე არ ვილაპარაკებ რა პიროვნება იყო. შემდეგ მოვიდა ხანუმა ქეთოდა კოტედან. არც ქართული ენა იცოდა ძმასთან ერთად. და რაც თავარა ქართული ცნობიერება არ ჰქონდა და არც დღეს არა. ეს არის მორიგი დასავლეთის პლასტილინი, რომელიც ფიქრობ რომ ისე პრეზიდენტია, ხალხის ნების წინააღმდეგ. გიჟი თავისუფალია, რა უნდა უთხრა, ვერ დაუშლი ამას. ეხლა მოვიდა არ მოსწონთ ამათ, მსებელია ფეხბურთელიაო, ბინარა, გარაში ცხოვრობსო. ქრისტეშობას ველოდებით, საერთოდ საქონლის სადგომში გაჩნდა ჩვენი მაცხოვარი. რამე ეს ნაკლია? უბრალოდ გეკითხები. ტრადიციული შეხედულებების ადამიანია, თავმდაბალია და მე ვფიქრობ ხიხსეული პიროვნება. ღმერთმა დაალოცოს და მისი გზით დაწყნარებული იყოს საქართველო. არა მარტო მისი გზით, რა თქმა უნდა. თქვენ რა გინდათ? უფალი ვერ შეიტკბეთ. ესეც არ მოგწონთ, ეს ხელისუფლება. რა გინდათ? მე ვიცი თქვენ რაც გინდათ ასეთებს. დასავლეთს იყოთ ფეხქვეშ ამოგებული და გქონდეთ ესე იგი საწუწები. აი ეს გინდა კომფორტულად იცხოვროთ, აღვირახსნილი ვნებებით, შემოსავალი გქონდეთ და ასე შემდეგ. ალია და ჩალია ორივე თათარია, ჩრდილოეთის და დასავლეთის. ილია მართლის სიტყვას მივსდებდეთ და მსოფლმხედველობას თავი თვისად გვეყუდნეს. მაგრამ იმდენად დადონდლოებული ხართ, დაქალებულები, რომ ეგ ვერც წარმოგიდგენიათ და არ შეგიძლიათ ასეთებს. თქვენ აღარ გინდათ ბრძოლა. იყო დრო ქართველი ხალხი ლომებს ებრძოდა, ჩვენი დიდი წინაპრები, იქიდან აქამდე. რა მოგივიდათ ქართველებო, რომ ლომებს ებრძოდით იმპერიებს და გამოიტანეთ თავისული და ქვეყანა და დღეს ტურები გჭამენ და ნებდებით. მალე იქნება უფლის დიდებით დაბრუნება. მალე ასევს უფალი სიმართლისა და ჭეშმარიტების ალამს და ქვედ ასევს ბოროტებას. ეცადეთ ამ ბოროტთა შორის არ მოხვდეთ. იქ ბევრს იქ კი არა ჯერ აქ ადამიანი ხო მოკვდავია. აქ რომ ასეთი თამამია, თვით დაჯერებული, მეედება, მოედება, ხნის ქვეყანას თუ ძარცვავს, იქ რომ მიდის ადამიანი არის საწოდავი, უკვე აქ აგონიაში ასეთების მიზიარებია და მათი აღსარები მომისმენია. წარეცრებლით რომ ტირია, მთელი ცხოვრება ბაირამობაში იყვნენ და ეხლა ხედავენ რომ სიკვდილი მოვიდა და არაფერი არ შორის, არამაც შეძენილი ქონება, არც ახლობე, არავინ და არაფერი, არ თანამდებობა, არაფერი არ შორის და ეშინია სიკვდილის და უფალი კი გვასწავლის რომ სიკვდილის კი არ გეშინოდეს, ამ სიკვდილის, მეორე სიკვდილის, რომელიც აპოკალიფშიც არის ნახსენები. ვაი მას, ვინც ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდება. ამ სიკვდილით გასვლას წუთისოფლიდან ევედრებოდნენ წმინდა მამები და ჩვენ გვეშინია. იმიტომ რომ მათი მიზანსრაფის საგანი ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა იყო სრულიად განსხვავებული ჩვენგან. ეხლა ზოგიერთი ქირქილებს იცინის და დაფცინის ვაგინებს კიდეც ასეთებიც არ უკანასკნელი სიტყვებით პატრიარქის მაგინებლისგან რა უნდა გამეკვირდეს ღვთის გინება ჩემი მათ შორის. მაგრამ იცინის ის როგორც ცნობილი გაცვეთილი გამოთქმობს ვინც ბოლოს იცინის. ასეთების ვნახეთ როცა აი აქ პეტრე პავლეს სასაფლაოზე დალპობითა და დამარხვით გვეუფრებოდნენ. ხმამაღლა მიტინგებზე დღეს მიწა სჭამს მათ ძვლებს. ზოგიერთი მათგანი საფლავში ფეკალური მასები ჩავიდა. არ უშველა არც იმარ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. ადგილი კი არ გასმეც ადამიანს ამობენ წმინდა მამები. ადამიანი გასმეც ადგილს. ღმერთმა შეიწყალოს თავისი უსაზღვრო უკიდეგანო გასმობარება. მეუბრუნდეთ ისევ ეგრეთ წოდებულ ახალ სტილს. როდესაც გერმანელი მასონების დახმარებით, მათ შორის დიდი მატერიალური დახმარებით, ვლადიმერ ილიაზის წინამძღოლობით, ეს იყო თოჯინა, დაამხეს რუსეთში სამეფო მმართველობა, გააძევეს, დააპატიმრეს მირონცხებული მეფე და ასე შემდეგ, ნაწილი მათგან შთამომავლები ამოწყვიტეს ან ციმბირში და რაც იგივე ამოწყვეტის ტოლფას იყო 2-3 წელიწადში კვდებოდნენ ისინი უმძიმესი პირობების გამო. დამყარდა პროლეტარიატის დიქტატურა, ან წითელი დიქტატურა. ერთ-ერთი პირველი, რაც
ილიჩმა გააკეთა, იყო ის, რომ გამოსცა ბრძანება, დეკრეტი ეგრეთ წოდებული, რომლის ძალითაც აიგრძალა ძველი საეკლესიო სტილის ხმარება და დაწესდა ახალი სტილი იულიუს კალენდრის მიხედვით. ეკლესიაში ჭეშმარიტმა ნაწილმა სამღვდელოების და მრევლის ეს დიდმა ნაწილმა არ მიიღეს. ამიტომ დაიწყო მათი გადასახლება, გასამართლება, დახვრეტა, კონფისკაცია, ტაძრების, ხატების არდაგავისდეთ, სოლოვეზე გამგზავრება და სხვადასხვა. მაგრამ თითქმის ამათგან ვერავით ვერ გატეხეს. კატაგონგურ მდგომარეობაში გადავიდა მაშინდელი რუსეთის ეკლესია პრაქტიკულად და დანარჩენს აღარ მოუყვებია. ავტომატურად იგივე დაიწყო საქართველოში. ობნოვლენსობა, განმაახლებობა იქ რუსეთში, აქ საქართველოში. აქ საქართველოში ობნოვლენსების სათავეში იდგა ქუთათელ გაინათელი მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე სამწუხაროდ. მაგრამ მას ხალხი და სამღვდელოება დიდი ნაწილი არ გაყვა. და რა კი წარუმატებლობა იყო ჩაიფუშა და დავიწყებას მიეცა ის. და რა გადაიტანეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა აი ამ პერიოდში. და პირველ ყოვლისა პატრიარქები მყავს ხედველობაში. წმინდა მღვდელმოწამე კირიოს საწაგლიშვილი და წმინდა ჩვენი დიდი აღსარებელი პატრიარქი ამბროსი ხელაია, თქვენ კარგად იცით. რა გადაგქონდა თუნდაც კალისტრატე ცინცაძეს. აი მე მელაპარაკა ერთ-ერთი წარმოშობით სომეხი ადამიანი, დიდუბეში მსახურობდი, წესის აგებაზე წავედი, მართლმადიდებლის მისი ახლობელი იყო. და გზაში ვსაუბრობდი და თავად დამიწყო ლაპარაკი რა წმინდა ადამიანი ხო კალისტრატე. ჩემი საკუთარი მე ჩემი მანქანით გადავასვენებ პროზექტურაში პატრიარქი. და იცით რა მოხდა? მთელი ის სახელმწიფო შეიკრიბა. ანათებდა წმინდა კალისტრატეს სხეული. აი ამ ტაძარში მოცვაკურთხევა მიიღო ხატება მამა გაბრიელს. ყველა ჩვენი დიდი სახელოვანი პატრიარქი და რამდენი ჩეძელიც მოხატული არიან წმინდანები, წმინდა პატრიარქები, მათ შორის კალისტრატე რა თქმა უნდა. და ამ ხატზე საქართველოს დიდების ახალი რედაქცია, იმიტომ რომ ბევრი შეირაცხა, კიდევ ფარენ გამოხატული ეს პატრიარქები და აი ეგ არის დარჩენილი ერთი ადგილი, ჯერ კიდევ არ იყო კანონიზირებული მამა გაბრიელი და მამა გაბრიელისთვის დატოვე ადგილი და მოხდა კანონიზაცია და ეხლა ბევრი ხატები წერეს ჩვენმა ხატწერებმა, თუ არ იყვნენ უკვე მე ახლა რო ვიდექი მუხლებზე ვფიქრობდი დრო მოვიდა რომ ჩაიხატოს მამა გაბრიელი ახალ კანონიზირებულ ქართველ წმინდანებში და მათ შორის მეფე დედოფლებთან ერთად. მე-21 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია მამა გაბრიელი და ამას მისი ნიშნასწაულებიც კი ამოწმებენ მათ შორის საბერძნეთში, ბელორუსიაში, რუსეთში, შეერთებულ შტატებში რაც ხდება და სხვა ქვეყნებში მისი ხატები და სასწაულები და მისი გამოცხადებები. ასე მიიჩნევენ ისინიც. მოკლედ ახლა რა მძიმე მდგომარეობაში დგას ჩვენი ერი და ჩვენი მრევლი სამწყსო ჩვენი ეკლესიისა. ქრისტეს შობამდე ორი კვირით ადრე დედა ეკლესიის ლოცვა-კურთხევით კაცრდება ეს მარხვა, რომელიც აქამდე კაცრი არ იყო. 4 შაბათ პარასკევის გარდა დასაშვები თევზეული მიიღოთ. მძიმე ავადმყოფებზე არ ვამბობ, მათ რძის ნაწარმზეც მიიღეს. ეს არის გამონაკლისი. მაგრამ ტრადიციულად თევზეულით იყო ხსნილი. ორი კვირით ადრე აი სპირიტულ პრიმიტუმტელის ხსენების მე გამკაცდა ეს მარხვა, აიგრძალა თევზი. არა ავადმყოფებისთვის, არა უმეტესად პრივლისთვის. მაგრამ ნახეთ რა ხდება. მოდის ეგრეთ წოდებული ახალი წელი, ბავშვობიდან შეჩვეულებული დიდი სიხარულია ეს. რომ კითხო მათ უდიდესობას რა უხარია, ვერ კეთხვია. პირველი რაც მოგივა თავში ეს არის, კიდევ ერთი წელი მოაკლდა ჩვენ სიცოცხლეს. ეხლა ამბობენ რომ მოლოდინებში ვართ უკეთესად იქნება, თავს მოიყვე. რასაც დასთესავ შვილო, იმას მოიმკი. რაც იყავი, რასაც იქმოდი, რასაც აკეთებდი, შედეგად ის იქნება მომდევნო წელიწადში და ზეციურ მანას ნოელოდების ზეცი. არაფერი დაგიმსახურებია გულახდილად რო გითხრა. გინდათ უფრო კაცად და უხეშად გითხრათ. მე ხომ ქართველი ვარ და მეპატიება, მაინც ტეტია ვარ თქვენი შეფასებით. შვილო, ვირია, გინცი, დააბი, გიდ უკან, გიდ 2025 წელში დააბი და გინდ 2030-ში. თუ მასში არ დაიწყება ცვლილება,
ეს ცვლილება ყველაში უნდა უფალს, იმიტომ რომ ამბობს არა გამონაკლისებს, არა ყველაზე მევრე ყოველი ამბობს უფალი ადამიანის გულისკარზე და შენ არ უხსნი გულისკარებს. ძალით ის არ შემოგიმტვრის, იმიტომ რომ თავისუფალ არსებად შექმნა. შენგან გამოძახილს ელოდება. თუ ესეც არ გვინდა, უფრო მეტის აბუჩათაც კი ვიგდეთ უფალს. აი ერთისგან მოვისმინე ორთავ წარმოშობით თუ მეფიაო, როგორც ადამიანებმა დავითის თეთრშმოდმაში მეფისა მოვიდა, ისე ზეციური მამისაგან, ზეციური მეუფისაგან, მაშინ რატო გაჩნდა საქონლის სადგომში? საქონელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ამას ვერ მიხვდეს. მაგრამ ასეთებს მაინც გავანალიზებთ ხოლმე, რატო მოხდა ეს? შობიდან აჩვენა თანმიმდევრობის უპირატესობა ყველა სათნოებასთან შედარებით, რომელიც მოიცავს ასევე გულის შემოსვლებას, სინანულს და ესე შემდეგ. 9 ნეტარებაში ერთმანეთს აკინძული ესწავლება და ნეტარებანი. და შობისთანავე არა მარტო თანმიმდევრობა იქადაგა, დაიმდაბლა თავი და ფსალმუნებში მის განკაცებამდე იყო ნათქვამი, თვით ანგელოსთა წინაშეც კი დამდაბლდაო, გაუგონარი თავმდაბლობა. ამას გარდა შობისთანავე გვასავა, ვიქადაგა და მოასავა, რისთვის მოვიდა დედამიწაზე? რა კი მოვიდა ადამიანთა მოდგმაში, ყველაფერი მიიღო გარდა ცოდვისა, მიიღო უძლურებანი, მაგრამ ბავშვი რომ იბადება, ის არ ლაპარაკობს და ვერ ლაპარაკობს. ეს უნდა შეისწავლოს. ამის უნარი მას პოტენციურად შემოქმედმა ღმერთმა ჩაუდო არსებაში, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა გამოვლინდეს. დიახ, მე მომხრევარ პლატონის და სოკრატის მოგონებების თეორიის. ამას ამოწმებს ეკლესიის ერთ-ერთი პირველი მასწავლებლის კლიმენტი ალექსანდრელის სწავლებაც. ყოველი ჩვენთაგანი ამბობს ეს მასწავლებელი დაბადებიდან ქრისტიანია. სიცოცხლის დანარჩენი წლები სჭირდება აი ამ პოტენციურად მოცემული ნიჭის, რწმენის ნიჭის გამოვლინებას. ეხლა აღმოჩნდა არ ხო დიდი ხნის წინ არსებობს თურმე გენიც კი სარწმუნოებისა. რწმენის გენი არსებობს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა უხვად დაგვიგროვეს ჩვენ ქართველებს. იმ დიდ უძველეს გენს ესეც შემატეს. რა აღარაფერი არ გვესმის, არ გვინდა. ეს გვინდა. ხოპა, ამერიკა, ევროპა. რა გზეთ გამოჭრით არის ნათქვამით დღევანდელ ფსევდოლიბერალ ქართველებს, რომელსაც სამშობლო არა აქვთ, რწმენა არა აქვთ. და აქ მხოლოდ ნება, მორეული. ვართ გაორებულები. აი ჩემთან მოდიან და წოხილით ამბობენ აღსარებაში, ეგრეთ წოდებული ახალი წლის წინ. მე ვმარხულობდი, მაგრამ ქმარმა მაიძულა, შვილმა მაიძულა, რძალმა დამცინა და იძულებული ვიყავით ცოტა შემეჭამა სახსნო. მათ შორის საცივს რომ შეჭარ, ეს უკვე დაძალება კი არ არის, გემოთმოყარება, ეს შენ გინდოდა. აბა მე დამაძალონ ჩემმა შინაურებმა, თუ რამეს ჩემთან ეგრეთ წოდებული ახალი წლის ნაძვისხეც არ ადგა, პრინციპულად არ ადგა, იმიტომ რომ მე არ ვაღიარებ ამ სტილს, ეკლესიური თვალსაზრისით. გარდა მაგისა, ეს სიახლე შემოვიდა კათოლიკური სამყაროდან, დასავლეთიდან. თუ მაინც და მაინც ეგრეთ წოდებული ნაძვისხეც დადგმა გინდა, გილოცავ, ერთიობა მომილოცა ახალი წელი, 2 კვირით ადრე გილოცავ, უპასუხე მე და გაჩუმდნენ. მიხვდნენ რა, ესე მართლმადიდებელი ამ ერეტიკული სტილით მილოცავს, ჯერაც დღესასწაული ერთი გამაგებინა. 2 კვირის შემდეგ იქნება ახალი წელიწადი. ჩემთვის, როგორც ეკლესიური მორწმუნისთვის, ახალი წელიწადი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ წინა დაცვერთა დღესასწაულია უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა. მერმე ხსენება ბასილი დიდის, რომელიც სხვათა შორის გარდა იმისა, რომ სოფლიო მამა და მასწავლებელია, რომელსაც საფუძვლები მოამზადა გრიგოლ ღვთისმეტყველთან და გრიგოლ ნოსელთან ერთად მეორე მსოფლიო კონსტანტინოპოლის კრებისა, ის არის კაბადოკიელი ქართველი, გენეტიკურად. ისიც გრიგოლ ღვთისმეტყველის მისი ძმა გრიგოლ ნოსელი თავისთავად. და რა ერთი წმინდა რომელიც ვითომ ბერძნები არიან. ყველაფერს ვართმევენ. გენეტიკას, წარსულს, წმინდა მამებს, ტაძრებს და გადახედები. რაც არის საზღვრებს გარეთ საქართველოს ისინი თუ იყოს ქართველების. და მეც გეტყვით, ჩვენმა პატრიარქმა იხორეთ პატარა ტაძარი უნდა და აეგო და იერუსალიმის იმ დროინდელ პატრიარქ არ მისაკურთხე და პატარა რაღაცა სახლი აქვს, რომელიც სამლოცველოა. ჩვენ ამას როგორ გავუკეთებ ბერძენს და გინდაც ბულგარელს და სერბსა და სხვას. სტუმარი ღვთისა და ბოლოს ამდენი ეკლესია მონასტრები ქონდა უცხოეთში. აღარ მოუყვებეს. ყველგან
სადაც კი შეიძლებოდა. მათ შორის და პირველ ყოვლისა 16 მონასტერი ჰქონდა ჩვენ იერუსალიმში, მხოლოდ იერუსალიმში. სად არიან ისინი? ქართული წარწერებიც კი ახოცეს. ესეთი ბუნება ბერძნებს თქვენ რომ იცოდეთ. როგორც მოსწრებულად იყო ერთ-ერთმა მღვდელმა, იმიტომ რომ წმინდა მიწაზე რასაც უყურებთ გავოგნდიდა. ვინ არიან მეთქი კაცო, მართლმადიდებლები მეგონელები, რეებს აკეთებენ მეთქი. და კარგად შეაფასა. ესენი არიან მართლმადიდებელი სომხები. სულიერი გაგებით. როგორც ისინი ეუფლებოდნენ და არა მარტო დადიანების აშენებულ ტაძრებს და დღემდე აქვთ ფლობელობაში, ისინიც ამას აკეთებენ, მაგრამ მონოფიზიტისგან არ მიგვირს, მაგრამ შენგან მიგვირს მართლმადიდებელი. თავად ბეთლემში ბეთლემის დღესასწაულის ბოლოს და ბოლოს მე და გელათის წინადად ასგარდასვი იოსებს სამჯერ გავხადეს და ორჯერ გავხადეს და შეგმოსეს. ერთი რომელიც დღეს იერუსალიმის პატრიარქი გამოსაურჩა, მაშინ მიტროპოლიტი იყო, რატომ დაინახა რომ უყურებთ კაცო ტრაპეზზე რას აკეთებდნენ. ვერ დაუჭერეთ თვალით. მამა იოსები მედგა გვერდზე და გადაუჩურჩული შეხედე ამ საწუდებს რა დღეში არიან მეთქი. გინდათ გითხრათ, წმინდა ტრაპეზი რომელზეც ზედმეტად ვერ შეეხება თვით სამდელო პირიც კი რა არის? რა ხდებოდა? ვიღაცამ ყბილის პროტეზები მიტროპოლიტმა მოიხსნა დადო. ხოლოგრდით. სემინარის სტუდენტი იდაპებით დაეყრდნო, ყურებზე შემოიდო ხელები და ელაპარაკება ამ მიტროპოლიტს. ვიღაცამ ფეხით აწია გადასაფარებელი ტრაპეზი, ფეხით და დიდი ჩემოდნები შეასურა ქვეში. და ვიღაცამ საათი დადო მოიხსნა. და სხვა და სხვა. აი ეს გადაუჭურხეთ მეთქი ამ საწუდავსა. იქ რომ დაინახა იჯდა ჩრდილოეთის კართან მიტროპოლიტი დღევანდელი პატრიარქი დამიძახა მე დამიძახა სწორედ და არა მამა იოსებს უთრო. Ты русулат митхра, იცოდა რომ ქართველი ვიყავი. Ты сегодня не будешь служить. სულთა რუსულით. საერთოდ ფიცხი ვარ, მაგრამ როცა საჭირო უდიდესი სიმშვიდე გადმოდის ჩემზე. თავაზიანად დავეკითხე, а можно спросить, за что? შეიძლება დაგეკითხოთ მეთქი, რისთვის? ენა დაება. არ მოელოდა რომ მიტროპოლიტს, რომელიღაც კეტია მღვდელი საქართველოსთან რაღაცას ეტყოდა. დაიბნა ბევრი აბრუნა აუღლა სიტყვები ლოღლოღი თავის თავში და ბოლოს გამოთქვა. Я так решил. ანუ ვერ განმარტა, იმიტომ რომ უსამართლო იყო მისი გადაწყვეტილება. მეც ესე უკვე ირონია ნარევი ხმით თავი დაუხარე და უთხარი, რას ვირიშილი? так и будет. რაკი გადაწყვიტეთ ასეც წამოვედი და მითხრა რომ იმანაც გზაში მომაძახა, იმანაც განიმოსულს. მე და მამა გამოვიდა, შემოვიდა მიტროპოლიტის ხო, რომელიც როგორ ჩანს, უფრო მაღლა იდგა მდგომარეობით, თანამდებობით. დაგვიძახა ქართველებს გაუცებულმა კითხავი. რატო ხართ განმოსილიო? მე ვთხარი რომ აი მიტროპოლიტმა მაგურთხა და თავზევი ძალა არ არის. თარჯიმნით ველაპარაკებოდი ამ ბერძენს. ბერძნულად ვკითხა. ხო და კურთხევა გეძლება თუ და უკმაყოფილოდ გაიხედა იმისკენ. რომ შეიმოსოთო. შევიმოსეთ. როგორც კი ეს მიტროპოლიტი წირვის განმავლობაში გავიდა რომ ეკრეთა იქ სეფისბერი. მაშინვე დაგვიძახა ისე ორივეს და გითხრა განიმოსეთ. ავდექი და განვიმოსე და გავედით ამბიოსე, მამა იოსები და მე დრო შემოვიდა რატომ ხარ ისე თვალში და გამოგზავნა არქიდიაკონი და შემოგეთვალა. მან რატო დგიხარ თუ? ასე გვაკურთხა მეთქი მეორედ იმან. გამოვიდა ისე არქიდიაკონი გითხრა მიტროპოლიტმა გაკურთხა თუ რაღაც სახელი თქვა არ მახსოვს, შეიმოსე თუ. ეხლა უკვე აღარც ერთს აღარ დაუჭერი. აქაც ქართულად უთხარი, აქაც დიდი მადლი გადმოდის მეთქი ამბილონზე. აქ იშვა ქრისტე მეთქი. ნუ წავიდა და ვეღარაფერი ვერ გითხრა, ამიტომ ვეღარც იმან აღარ უნდა ეთქვა. ხო და რომ მორჩა წირვა, ჯერ გენახა, მოგორს კი მორჩა სასწრაფოდ. გაიხადეს, ამაზე გადახარეს სკამებზე. ესეთ რამს როგორ გავაკეთებთ? და წავიდნენ მალე, გაიძურწე ქვიან ქართულად. კეთილი. ყველაზე ესე იგი ხარისხი დაბალმა მღვდელმა უნდა მიიღოს ბარძიმში რაც დარჩა და ქართველს ერგო წილად. ხო და ცოტა ხანში გაუცებულმა გადმოგძახა. მამებო მოდით აქ ხო და მივედი. და რა აღმოჩნდა? დადიანების შეწირული ბარძიმ ფეშხუმით ჩაატარეს წირვა. და გავეხუმრე რა.
ეს საწოდავები მეთქი, საკურთხეველიდან გვაძევებენ და ბერძენ ფეშხუმიც კი ჩვენი აქვთ მეთქი. და მაშინ დავცხეთ სამწმინდაო. ვიგალობეთ სამწმინდაო გალობა. სამწმინდაო გალობა ქართულად აი ამ წირვის წინ მოახდინა, წუხრის წირვის წინ მოახდინა დიდი სასწაული. როდესაც ჩვენ მივიახლეთ ქართველები მიგვიყვანეს ბეთლემის ტაძართან ქრისტე შობისა, აღმოჩნდა რომ ებრაელი პოლიციელების კორდონი დგას და არავის არ უშვებენ, არც სასულიერო პირებს, მხოლოდ იერარქებს, მაღალ იერარქებს. ნუ რა უნდა აქვთ ეხლა ძალას ხო არ ვიხმართ. არა და ახლა გზა დავფარეთ რომ ვილოცოთ აი ამ ადგილას, სწორედ და უსიცხლო მსხვერპლი შევწიოთ სხვებთან ერთად. მაშინ ერთ-ერთმა მონაზონმა თქვა სამწმინდაო ვიგალობოთო და თქვენ იცით რა საგალობელიც არის. დიდი მიწისძვრები და საშინელებები ტრიალებდა საბერძნეთის ეკლესიაში, ქვეყანაში და ესე იგი ბავშვი აიტაცა ქარიშხალმა ამ დროს და რამოდენიმე ხნის შემდეგ დასვა დედამიწაზე სრულიად უვნებელი და უფრო ზესა შევეყავე ანგელოს და გალობას ვისმენდი და იქ მიბრძანესო გადაეცითო მართლმადიდებლებს რომ ეს იგალობენ ასე უგალობენ ანგელოზები უფალ ღმერთს ყოვლადწმინდა სამებას ეს იყო საგალობელი წვითაო ღმერთო წვითაო ძლიერო წვითაო უგდავ და თვითონ ადამიანებმა სინანულის ნიშანი რომ ეს გასასწრებელი იყო მათი ცოდვის გამო მოგრილი დაშვებული ღვთისგან მიუმატეს ეს სიტყვები შემიწყალე ჩვენ და დადგა ქარიშხალი იმის მერე შევიდა ღვთისმსახურებაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე როგორც ღირსარსის ნაწილი გვასწავლა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ათონელი ერთ-ერთი ბერის მიერ ასევე სამწმინდაო ბავშვის მიერ გვასწავლეს ანგელოზებმა როგორ ვადიდებდეთ ღმერთს აი ეს საგალობელი რატომ მოიგონე შვიდობის მონტანის საგალობელია როგორც ამ მონაზონმა დაიწყო ალყევით ყველანი ებრაელებმა ცოტა არ ვიცი ახლა ადამიანებმაც ვიფიქრობ შეიძლება ქართველი ებრაელებიც იყვნენ განსაკუთრებული სიყვარული აქვს ჩვენი ერისა ჩვენი ქვეყნისას და ალბათ გული მოულბათ მეთქი არ ვიცი ჩვენს არ გამოგვიკითხია ეს საგალობელი როგორც კი მოვჩით სამჯერ ვიგალობთ ხო სამჯერ ვიგალობება გახსნეს კორდონი და მხოლოდ ქართველები შეგვიშვეს და ისე დახვდეს ეს იყო ტოლფასი სასწაულისა დანარჩეს აღარას მოყვები რა აი ვინ ვიყავით ლომებთან მებრძოლი და ტორები ვჭამენ არ არის საწოდაობა მეტირება რა პირდაპირ გეტყვით მაგრამ ისე როგორ იქნება რომ დედა ღვთისა გაწიროს თავისი წილხთომილი ან ქვეყანა ან ერი მოიგონებ კონტექსტი მოითხოვს და მოიგონებ თუმცა არ ერთვის მოგვიგონებია თუ როგორიცაც ღვთისმშობელი ამხარეს მიუხედავად ჩვენი უდიდესი უკეთურებისა და უშუალოებისა დღეს რომ რუსოფობიას ნერგავენ ფსევდოლიბერალები აი სწორედ წმინდა რუსი მამის წინასწარმეტყველებიდან მინდა მაჟანსაშინა ლავრენტი ჩერნიგოველი ეს იყო გასული საუკუნის 40-50 წლებში ერთხელაც შუაღამიანის ლოცვაზე იდგა თავის სენაკში და მას არა სიზმრად, არამედ ცხადში გამოეცხადნენ წინასწარმეტყველი. უდიდესი წინასწარმეტყველები ენუქი და ელია. და აღუთქვეს რომ ერთი წლის შემდგომ იოანე მახარებლის მიცვალების დღეს დღესასწაულს თავად იოანე მახარებელს გამოგზავნის უფალი ღმერთი. ღვთისმშობლის მეოხებით. აგერ ხატის კი შევქმნით ამ სასწაულის გამო ეს სამი დიდი წინასწარმეტყველია გამოხატული. აღლუმის ტაძარშია დასვენებული. და რა უთხრეს ენოქმა და განსაკუთრებული დაწვრილმანებით გადმოსცეს რა მოხდება უკანასკნელ ჟამს სოფლიო მოვლენები მათ შორის რუსეთზე და ხო ის საოცრება საქართველოს ახსენეს და რა თქვეს რა საზარელი დროება იქნება რომ ეცდება ეს რეჟიმი გაბატონებას აქ საქართველოში ეცდება რომ შეარყიოს ჩვენი ქვეყანა ერის ნეობა სარწმუნოება მაგრამ და მე დედები შეძრწყვნენ მეორე დღეს რომ მოუყვა მონაზვნები ჩერნიგოველი და ესე იგი როგორ იქნებაო მათი ამბავი მაგრამ ამ მხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს ის გადარჩებაო და არა თუ გადარჩება გაგწევდება აი რა უთხრეს გაბწყინებაში ჩვენ ახლა კარაქისა და ხორცის ფასების გაიათება კი არ უნდა მოვიაწოთ, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს. არ მგონია, სხვა მოვლენები დატრიალდება.
წვიმის წყალი და ბალახის ძირები მოგვენატრება ესეთი დრო ველოდება. ყველას მარტო ჩვენ არა. სრულიად დედამიწას. მაგრამ ღმერთი როგორც ელიასი ნახავდა ქებრონის ნაკადულებით და ქვრივის ხელი, ასევე თავის რჩეულებს ღვთისმსულიერად ვიტყვი შეინახავს ამ ქვრივის ხელითა და ქებრონის სხვა ნაკადულებით. ჩვენ რომ ვიცოდეთ ანტიქრისტე ეცდება საკდარი განიმტკიცოს საქართველოს, ანუ თავისი რეჟიმი დაამყაროს. მაგრამ ღვთისმშობლის მადლით ეს საბოლოოდ არ მოხდება. ეხლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, იცოდეთ კარგად, არ ვაზვიადებ. არის პროცესები ანტიქრისტეს მსხვერპლობის და რეჟიმის დამყარების. ის ყველგან არის, მარტო საქართველოში. ეს ომები, ბრძოლები, მიეთი, მოეთი, ეკონომიური ესე გაჭირვა, ყველაფერი ამით აიხსნება. მაგრამ როგორც ესეთი საბოლოოდ ამას წარმატება არ ექნება. მაგრამ მანამდე დიდი ტკივილები გვაქვს გადასატანი. მაგალითად, რუსეთის შემოსვლა და ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილის ამოწყვეტა. იმდენს იზამენ ეს ძაღლიშვილები, საქარებისეული მნიშვნელობით ვამბობ, ძაღლიშვილი. ქრისტე მაცხოვარმა ძაღლი უწოდა ათეისტებს და ღორი სექტანტებს. და ღორი და ძაღლი ყველა საქართველოშია შემოსული დღეს. არ ეზარებათ როგორც სიტყვია ხო. იმდენს იზამენ ეს ძაღლიშვილები, უღმერთოები, რომ რუსეთს გააღიზიანებენ და შემოვა. თვითონ პირველები გაიქცევიან ხშირად გვითხოვს თავიანთ ბოსებთან დასავლეთში. ხალხმა რა ქნას. აი ეს ხალხი დაიხოცება მნიშვნელოვან წილად. ეხლა ამაზე აღშფოთდებიან, მიედებიან, მოედებიან. რამდენიც გინდა აღშფოთდით წმინდა ელიას, ენუქის და იოანე ღვთისმეტყველის წინაშე. ეს მათი წინაშე და არა მარტო მათი წინაშე არ მეტყველება. თანამედროვე მამის გიორგი ბერძენის, მღვდელმონაზონის, ათონელის და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენთვის ისინი რა ავტორიტეტები არიან? თქვენი ავტორიტეტი არის მამონა, ფული. აი ვინ არის თქვენი მამა და თქვენი ავტორიტეტი. ვინს გადაგიხდის, იმას დაუწვევით. თვითონ არ ამბობთ, რომ დაუწვეთ ცოტა ხანი ერთ ფეხზე დავდგეთ. სამღვდელო პირიც კი რევოლუციონერი ამბობდა, რომ კითხეს სოდომური კანონებია და როგორ მივიღოთ თვალები დავხუჭოთ, მაგრამ არ შევეძებთ. ისეთ რა გითხარი დღესაც თქვი. ხელს რომ მოგაწერიებენ, მის ხარ ყველაფერს აგისრულებენ. დაწყებული საბავშვობარებით სახლებში შემოგივარდებიან სოდომ-გომორული პროპაგანდით. და კანონის ძალა ექნება მაშინ. ეს კანონი იქნება. ვინც ურჩი იქნება, მას ექნება დევნა ან ციხეებში შეყრია. ის რეჟიმი. თქვენ რომ ვიცოდეთ, რომელიც მიიღებს ამას. ღმერთმა არ ქნას. ნუ იქნების, როგორც ჩვენი წინაპრები იყოდა. ერთი წლის შემდეგ და ბევრი რამ სხვა უთხრეს, ეხლა ყველაფერზე არ ვილაპარაკებ. ერთი წლის შემდეგ მართლაც იოანე მახარებლის მიცვალების დღეს გამოეცხადა ასევე ცხადში იოანე ღვთისმეტყველი და რაც არ თქვეს ბოლო ჟამზე რაც არ თქვეს ის დაასრულა იოანე მახარებელმა, რომელსაც აპოკალიფსის გამოცხადებაშივე მოგცა უკვე 20 საუკუნის წინათ თუ რა ელოდება კაცობრიობას. ძალიან დაშიფრული წიგნია. თვით დიდი წმინდა მამები ერიდებოდნენ მის განმარტებას. არის ძალზე ცოტა განმარტებები აპოკალიფსზე. შედარებით წმინდა წერილის სხვა ტექსტებზე. აი ეს მოხდება, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას წამს, ვიღაცას არ წამს, ამით ღვთისნება არ იცვლება. უცვალებელია. სატანა ჩვენი მამა იკითხავენ ფსევდოლიბერალები. სად იქნება ამ დროს? შენი მამა არ მხოლოდ მაიმუნი ღვთის წინაშე, როგორც ერთ-ერთი მამამობს, წმინდა მღვდელმოწამე ვლადიმერ პეტროგრადელი. მაიმუნია, არაფერი ორიგინალური მას არ ძალუთ შექმნას. მას შეუძლია მხოლოდ პაროდირება, ანუ გარეგანი მიბაძვა, შინაგანი აზრის დამახინჯება. ავიღოთ ახალი წელი. ეს პაროდირება არის ახალი წლის. მაგრამ რა მოიტანა მან? მარხვა შეურაცხყოფება. თვით მორწმუნე ერის ეკლესიურთა ერთი ნაწილის კი სხვადასხვა მომიზეზები. თეთრი ყვავი ხომ არავა, ყველა ჭამს რაღაცას. ჩვენი წინაპრების ტრადიციული საჭმელია, საცივი, კიდე რა გიყვართ? ამხანაგები. და ასე შემდეგ. თქვენ ამ მცირედში გამოგცადათ რა წმენაში უფალმა ხართ დამარცხებული და ანტიქრისტე რომ მოვა და ესე იგი მის ხელში იქნება ეკონომიური და სხვა თვალსაზრისების პოლიტიკური სამხედრო მართვა
მაშინ რას იცავ? გარდა ყველაფრისა, თქვენ ხომ მორწმუნეები ხართ. დავიწყეთ საუბარი, არ დავასრულეთ, ეხლა დავასრულეთ. რომის პაპს რატო უნდა ჩააბაროს გლობალურ ხელისუფლებას, საეკლესიო და ყველა რელიგიის ხელმძღვანელობას? ეს ამას აკეთებს ეკუმენიზმი და ინტეგრაციები. იმიტომ რომ რომის პაპის ხელში ეხლა ნახეთ რა მალიმალ გულზე ეხუტება პაპებს და ეხლა ამ პაპს აწინდელი კონსტანტინოპოლის პატრიარქი. არის მწვალებელი, ჩვეულებრივი. ყველა ანათემა გააუქმეს. მწვალებლებთან. ანუ ჩვენ ერთნი ვართ თუ რა, უბრალოდ ეხლა ურთიერთგაგებას მიაღწევენ. ალბათ რო გითარგმნოთ ამ წინასწარმეტყველების კონტექსტში, საბოლოოდ მართლმადიდებლობის დამორჩილებას ცდილობენ რომის პაპის, მწვალებელი პაპის ძალაუფლების ქვეშ. ასევე არსებობს არა მარტო შიდა ეკუმენიზმი, სხვა ქრისტიანული აღსარებლობები და ასე შემდეგ, რომ ერთდება. არამედ არსებობს გარე ეკუმენიზმი. ყველა რელიგიებს რომ აიგივებს, შამანობით დაწყებული და მართლმადიდებლობით დამთავრებული. ყველა ამ რელიგიის სათავეში იქნება ის პაპი. და როდესაც ანტიქრისტე ძალაუფლებას განიცდებს, ომით შევა ვატიკანში. მოკლავს რომის უკანასკნელ პაპს, დაждდება მის საკდარზე, ექნება რა უდიდესი მსოფლიო ხელისუფლება, ძალაუფლება. ახლა მიიღებს მისი აზრით ეკუმენიზმის გზით უმაღლეს საეკლესიო, ესე იგი სარწმუნოებრივ ძალაუფლებას და თავს არა მარტო პაპად და ყველა რელიგიის მამად გამოაცხადებს, არამედ ისეთი ავადმყოფური პატიმოყვარეობა გარე რა 12 წლიდან მასში ანტიქრისტეში ჩასახლებული სატანა თავს ღმერთადაც კი გამოაცხადებს. დაიწყო თავდაპირველად შეწყნარებული იქნება სამი რელიგიის მიმართ. იუდაიზმის, მაჰმადიანობის და მართლმადიდებლობის, მაგრამ როდესაც ძალაუფლებას მიიღებს ამ გზითაც და ამგვარს დაიწყებს დევნას მართლმადიდებლობის განსაკუთრებულად. ჩვენ დადგება დრო, როცა მოგვიწევს დავტოვოთ საცხოვრისები, ქალაქები, სოფლები და გავიდეთ ტყეღრეში, უდაბნოებში. ეს იქნება რეალობა. და ვინც დარჩება მერხები, აქ წარწყდება. როგორც ღმერთმა უბრძანა ლოთეს რომ გასულიყვნენ სოდომ გომორიდან და უკან არც კი მიეხედა და ცოლმა მიეხედა უკან და მარილის თოშად იქცა, ასე დაემართე, მაინც მარილის თოშად კი არ იქცევენ, წარწყდებიან. აქ დარჩენილი მართლმადიდებლებს, ეგრეთ წოდებული. ვინც რწმენა მტკიცე არ აღმოჩნდება. თუ ღმერთს საჭიროდ ჩათვლის, ჩვენი პატრიარქი, რომელიც ღრმადმოხუცებულია და დიდად დაავადებული, ხორცით, მაგრამ არასული კაფიო აზროვნება აქვს, მადლობა ღმერთს და მართლმადიდებლური სოფხებელობა აქამდე. იმიტომ რომ მოხუცებულობა, ცნეულებანი, ლანძღვაგინება, ყველაფერი გამოცდა შენი სარწმუნოების და ეს ყველაფერი გადააქ. ხნეთ. პირადად მე მლოცულ ვარ მისთვის. განსაკუთრებულად წმინდანებში ვედრები წმინდა სპირიტოს საკვირაოდ მოხდენს. მისთვის, იმიტომ რომ ამ დღეს მოხდა მისი აღსაქმრება პატრიარქის საკდარზე და ასე შემდეგ. ეხლა დამიწყებენ აქ რომ აი ეს რომ ზვიათან არ იყო კარგო იმასთან, რა ვითომ ზვიადელები. ვინ თქვენ ახარ ზვიადელები? ყველა თქვენ თითქმის ყველა თქვენთაგანი სააკაშვილის გზას დაადექით. მოგაგონებთ. თქვენ არ ზვიადის სული გაქვთ. და მერაბის, არც სომხებელობა და რაც თავარი, არც საქმეები. არამინდა ამაზე გამოძურის ლაპარაკი. აი ეს მოიტანა ახალმა სტილმა, სხვა მრავალ ჭალებში სიკეთეებთან ერთად. გააორა მართლმადიდებლები. და როგორი საქმეა, გავამკაცრეთ პიპიკონით მარხვა და ესენი შეექცევიან სახსრებო საჭმელებს. არა მამოვიცი, თემსის კუდი ავიღე მხოლოდ რომ ქრისტეს მომეჩვენებინა. ვიღაცა მხოლოდ რძის ნაწარმი მიიღო. ნუ ვიღაცა რა, ბოლოს და ბოლოს, საყოველთაოდ დღესასწაულია, საცივში ჩასტასა ყოზი. არაფერია, ყველაფერი წინ დაგიგება. სულად ხომ არ ვიქნები. გვაშინებს, შეწეხო დაწერა, აშინებს წინასწარმეტყველი. მე და ყველა შემაშინებინა წინასწარმეტყველების წიგნებით. მაგრამ რისი შემშინებლები ხარ? ხო მაგარი ბიჭები ხარ. თოინჩით გახართ ღმერთის წინაშე და მისი ჭეშმარიტებისა. მაგრამ სულ ასე არ გაგრძელდება. აი ამ უკანასკნელ თვეშიც რამდენი ასეთი ჭალებში სახელოვანი ადამიანი გარდაიცვალა. სად არიან ახლა ისინი? იცით რა არის? ლაზარი აღვიდგინოს ღმერთმა და მაშინ ვირწმუნებთ რომ არსებობს.
თქვენ თუ მოსესი არ ისმინეთ, ანუ დედა ეკლესიის არ ისმინეთ, თქვენ არც ლაზარესაც არ ისმინეთ. დაიწყებთ მეცნიერულ განმარტება, როგორ მოხდა ლაზარე ზოგადი სახელია, როგორ მოხდა მისი პროექტით აღდგენა, ეს ბიოლოგიური მოვლენა უძღვნა, ასე და ისე და ცოტა თუ აღიარებს, რომ ან ჩვენ ვისაც წამს ღმერთი, რაში მჭირდება ეს გამოკვლევები მეცნიერული, ეგრეთ ფსევდომეცნიერული, კვაზი მეცნიერული სინამდვილეში. ჩვენ ღრმად წამს, რომ უფალი გვასწავლის ამიგავით უკვდავებასა და ხვედრზე, რომელსაც თითოეული ადამიანი თავად ჭედავს ღმერთთან ერთად დედამიწაზე. ის კი რექს თავისი სულგრძელებით ყოველი მათ შორის უღირსი ადამიანის გულის კარზე, მაგრამ ყველა როდი უღებს გულის კარებს. როგორც უფალმა გვასწავლა, ორი უფლის მონება ღვთისა და მამონასი არ იქნება, ერთს მეტად შეიყვარეთ, მეორეს მოიდა პირიქით, მამონა უყვართ, ამ სოფლის თავადი, ამ სოფლის შვილები არიან და რაში ჭირდება თუ ხილავი ღმერთი, რომელიც ან არსებობს, ან არ არსებობს. ასეთებიც არიან. ყველა სექტა მოიარეს და მოვიდნენ აქ, იმიტომ რომ ბევრი არის თუ ცოტა არის, ბოლოს მოადგენენ ჭეშმარიტების კარს. მაგრამ რამდენად გიცეთ ირწმუნეს, ეს სულ სხვა საკითხია. არაფერია საყვარელი. ღმერთი მოწყალე მამაა, სიცოცხლის წლებს გვაძლევს და შესაძლებლობას რომ მოიქცეთ და დავფიქრდეთ. მაგრამ ეს უსასრულო არ გაგრძელდება საყვარელი. როგორც მოციქულ პეტრეს უთხრა, მოვა ის, ვინც არ გინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა გაყვეთ. შესავალში მე ვთქვი, რომ კარგად დაემთხვა მეთქი, რომ რიგითობით დღეს მოგვიწია ლოცვა ბარძინის შეუსვლელად. დაიწყება უსასრულო, რომელიც ქართველები არა ვართ, ბოლოს და ბოლოს ღვინის ქვეყანა თავის მართლებას იწყებენ ხომ. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და ნუ გეშად იღებდნენ და შე რომ ტყრები და ილეშები უაზროდ, მაგაზე მაგ ლაპარაკი. დაიწყება ესე იგი ხორხოცი, ჭამა, სმა, რასაც ჩვენ ახსარებებს ვისმენთ, მრუშებაც მოყვება. სხვადასხვა ადგილებში კრიბებია, სახლებშიც კი აღარ იკრიბებიან. კორპორაციული ხრეობებია ამა თუ დაწესებულებაში და სხვადასხვა და ან მიდიან სადღაც ქალაქ გარეთ და ერთად სოდავენ, ვინ მუცლის სოდვით, ვინ მემთვრალეობთ, რომელზეც დიმიტრი როსტოველი ამბობს, რომ ეს არის ნაკროვანების უკიდურესი სუმა, ამის იქით ნაკროვანება აღარ არსებობს, დათრობა, რაც არის. ასევე სიძვითა და მრუშებით. ჩვენთან ხომ უკვე მოხდა სექსუალური რევოლუცია, დასავლეთიდან შემომიგდეს. ქალწულობას დასინი, ჩვენ გენეტიკა ვახსენეთ შესავალში. იცით რატომ უფრთხილებდნენ ჩვენი წინაპრები ქალწულობის ინსტიტუტს, რატომ იგავდა? იმიტომ რომ პირველი მამაკაცის გენები მრავლდება პერიოდში. ქალი რამდენჯერაც არ უნდა გათხოვდეს, ვისთანაც უკაცრავად პირველად დაწყვა, იმისგან ყავს მთელი ცხოვრება გენეტიკური მოდგმა, რომ სხვებზე გათხოვდნენ. ბიოლოგიური მამა ეს არის, მაგრამ გენეტიკური პირველი მამაკაცი. ეხლა ნახეთ რა სამღერო, კარპნელი ასე სისულელია და მრუშობები, 12-14 წლის ბავშვები უკვე აბორტებს იკეთებენ. და ესე იგი, ეს ხომ სიყვარულით არ ხდება, კი ამერიკულად ქვია სიყვარული ბოზობას, მაგრამ სინამდვილეში არ იცვლება არსი მისი, ისინი წვევიან, ესე იგი, სექსუალური ინტერესებით. ზოგჯერ დალადობა ეხლა ხან ინფორმაცია იყო, რომ პატარა ბავშვი გააუპატიურეს. ზრდასრულმა ადამიანმა. და ესეთი და ორი მაგალითები არ არის. ანუ რა, ჩვენი გენეტიკა ირყნება. სხვა არის კიდევ, როდესაც მაგალითად ადამიანი, მამაკაცი, დედაკაცი, ვთქვათ, ოჯახები ყავდათ, სიტყვაზე ვამბობ და მორალურ თანხმობას აცხადებენ ერთმანეთთან, ჯვარს იწერენ, ანუ საიდუმლოს ამ გზით ხდება, მე ვფიქრობ და რაღაც ამიკითხავს, რომელსაც მამასთან არ მაგონდება უბრალოდ სახელი, გენეტიკური კოდის შენარჩუნება. ასევე როგორც მაგალითად შვილი არ ეძლევა, ძალიან უნდათ. შვილს აიყვანენ, შვილს რომ აიყვან, ეკლესიაში უნდა აღსრულდეს ლოცვა და რიტუალი. კერძო დიდ კურთხევანშია ნათქვამი, მამამ რომელსაც აიყვანა შვილი, რასაკისაც არ უნდა იყოს, უნდა მოვიდნენ ამბიონის წინ უნდა დააყენოს მოდელმა, გარკვეული ლოცვები წაუკითხოს, დასასრულს. ახლა თქვენ ეთქვით, რა ჩამორჩენილობა, რომელი საუკუნეა. უნდა დაიჩოქოს შვილმა მამის წინაშე, თავი დახაროს, მამა მოდნა უნდა დაადგას ფეხი. ეს იცით რას ნიშნავს სიმბოლურად, რომ მამის მორჩილებაში შედის ეს ბავშვი იმ დღიდან.
დედას და მამას რომ არ ემორჩილები და ამასვლა შეხედეთ რა საკეთე, რა შადიხარ და რა დაგამსგავსად ეშმაკა. ეგრეთ წოდებულმა ღირებულებებმა. სინამდვილეში ფსევდოღირებულებები. ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებული ღირებულებების სექსუალური ყველაფერი ბრძოლა ღმერთთან. ამით დაწყებული და გლობალიზაციის პროცესებით და ეკუმენიზმისა დამთავრებული. თქვენ რომ იცოდეთ, აქ ყველგან სატანა იმძვის ადამიანის სულების დასაღუპად. აღარას ვიტყვი სამორინეებზე, პოკერებზე, სხვა აზარტულ თამაშებზე, რომელიც თანამედროვე მედიცინის გამოკვლევით და სწავლებით არის ეს ფსიქიური დაავადების თანამედროვე სახელი, აზარტომანია ქვია სახელად. და ასეთი ადამიანები, რომელი სამშობლოს და რწმენის დამცველები იქნებიან, აქ რომ იყოს შემოსვლა და ბრძოლა. რაღაც შემოსვლა გინდა, შემოსვლები არიან აფროაზიელები, გადაკლაპავენ თქვენ უწმუნოებს და უღმერთოებს. ამერ მესამედ ვიგონი, ნაძვის ხესთან დაახლოებით ერთი თვის წინ როგორი კიჟინა ედგათ ათასობით მუსლიმს. თან როგორ არიან მიზანდასახულები არიან, ფანატიკურები არიან და დაუნდობლები არ დაგინდობენ. ღმერთი რატომ მოუშვებს თუ ღვთისმშობლის წილხვედრია, ღვთისმშობლის წილხვედრი კი არის, მაგრამ შენ ვინახარ თვითონ? ვისი ხვედრი ხარ? შენ ხო მეშმაკის კერძი ხარ, შენი ცხოვრებიდან და სოფხედველობიდან გამომდინარე და ღმერთს რა დახსენებდა ღვთისმშობელ მარიამს. ეს თამასუკი კი არ არის ღვთისმშობლის წილხვედრილობა, რა კიგა ყველაფერი შეგიდა და ბოლოს გაცხოვრეს რა თქმა უნდა ღვთისმშობლის სავანეში იქნება. ეს ასე არ მოხდება. იოანე ოქროპირი მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს. ღვთისმშობლის წილხვედრილობა კი არა, ქრისტეს შვილობა, ქრისტეს ზეობა არ გიშველის, თუ სარწმუნოებით და წმიდად არ იცხოვრე. და წერტილი, ზახილის ნიშანი. ფილოსოფოსობა, მიეთი, მოეთი სულად უადგილო და გაუგებარია. არავის წილხვედრილობა, არც სახელი ერთი ვნახი აქ, დიდი წმინდანის სახელი ერქვა და ამაყობდა განუწყვეტლად და ბოლოს გავაჩერე შვილო მეთქი. ის კი იყო ასეთი და შენ როგორი ხარ მეთქი? მე ხომ გისმენ მეთქი ახსენე გიყური. აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ბერი იყო უგუნური და ყავდა სახელგანთქმული მოძღვარი, დიდი წმინდანია. ღმერთშემოსილი მამა და სულ ყველგან ახსენებდა რომ ეს შემოძღვარი უყურეს უყურეს მაგრამ ბოლოს დანანებით უთხრეს ჩვენც ის გვიყვეს რომ ასეთმა კეთილმა ხემ ასეთი ხეში ბოროტი ნაკოფი როგორ გამოიღო არავინ და არაფერი არ გაგამართლებს თუ წმინდა არ იცხოვრება და დასასრული გეტყოდით დიდ მამასთან გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად სამი რამ არის აუცილებელი ხშირად გვიყვავს მისი სიტყვები რომ ადამიანი ღმერთმა აცხოს პირველი კარგად ჩაიჭედეთ გონებაში და არსებაში. გქონდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა, არა სრულმადიდებლობა, არა ამაოდ მადიდებლობა, მართლმადიდებლობა. ეს სახელი გაჩნდა პირველსავე საუკუნეებში, როცა გაჩნდა მწვალებლობანი, რომ განერჩიათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და ხენეში სარწმუნოება, ერეტიკული. მესამე საუკუნიდან უკვე ჩნდება ეს სახელი, განსაზღვრება მართლმადიდებლობა. მეორე არკმარა თუნდაც ჭეშმარიტი რწმენა გქონდეს გულში. საჭიროა მისი აღსარებლობა. ანუ გამოვლენა პირად ცხოვრებაში. და უფრო მეტიც რომს გაწამონ ამ შენაგანი შენი რწმენის მართლმადიდებლობას არ ვარყო იგი. სიცხლიც კი დასდიო და სულითვისი დასდვა. როგორც ეს მოიმოქმედა ჩვენი ცხოვრების წინამორბედმა ქრისტე მაცხოვარმა ჩვენმა. მესამე ეს არის წმინდა და უბედო ცხოვრება, რომელსაც ოქროპირი უწოდებს ერთადი ჭეშმარიტ ფილოსოფოსობას, ანუ სიბრძნის მეტყველებას, რომლითაც ადამიანი ასე ცხონდება. შინაგანი ღრმა რწმენა, აღსარებლობა თვით მოწამეობამდე, წმინდა და უბედო ცხოვრება. აი რა გვაცხოვრეს და თავის მოტყუებას და ხიბლიანობას თავი დაანებოს ყველა. ვინც ამგვარად არ იცხოვრებს, არ წყდება. იყვნენ დიდი მამებიც მაგრამ წარწყდნენ იმიტომ რომ საბოლოოდ უღალატეს მართლმადიდებლობას. სიტყვით თუ საქმით. ტყიცეთ უნდა ვიბრძდიოთ. მერყევი ადამიანი გვასწავლის უფალი სასუფეველში აღშევა. აპოკალიფსურ გამოცხადებაში ჩვენ რო ვახსენეთ ნათქვამია ესეც. ერთ-ერთ ეკლესიას 7-დან მიმართავს ეუბნება. შენ არც თბილი ხარ და არის გრილი, არამედ ნელთბილი და აღმოგაგდებ ჩემი პირიდან. ვაკედა გაჩნდა სხვა შორის გამოთქმა ქართულ სინამდვილეში ღვთის პირიდან გავარდნილი.
ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი მფარველობის და ნუგეშის გარეშე ღვთისა დარჩენილი ადამიანი. არ ვაპირებთ დღეს საუბარს, მაგრამ რო ვიცი თქვენი სისუსტე სარწმუნოებისა, საჭირო ჩავთვალე უშუალო დაუჯდომელი სირო, მერვე ვიტყოდი ამ სიტყვას. არ ჩაწერას ფიქრობდით და საგანგებოდ გამოვატანინე, როგორც დაინახე დაუჯდომელის განმავლობაში. რადგან ფიქრობ ასეთია ღვთისნება. ეს არის ჩემი ვალის არ მიყვარს სიტყვა მოვალეობა, სიყვარულითაც ვასრულებ ამას. მოგიწოდეთ, აქედან გამომდინარე, თავს შეკავებით იყავით. ერთი-ორს კითხვა დაუსვამს. აბა რა ვქნა თუ ქმარი არ მარხულობს შვილები ძალი გაუკეთე მას რაც უნდათ, იმიტომ რომ ცოლნი დაემორჩილენით ქმართა ამოს მოცილენ ყოვლიდან. ერთადერთი რა დამორჩილება არ მართებს, ეს არის ჩვენი სარწმუნება. არ უნდა დავთმოთ. წმინდა ქალწულ მოწამე ბარბარე, არც დიდი ხანია ვიღეს ასაულეთ მისი ხსენება. მამა მაწამა სარწმუნოებისთვის. თითქოს უბრალო რამ იყო. აბანო საშენებდა, მამა რომ წავიდა ხელოსნებს უთხრა რომ ორი სარკმელი დაეყოლებინა წმინდა ბარბარემ სამების სახელს და უბრძანა, იმიტომ რომ ქალბატონი იყო მათი, უბრძანა ხელოსნებს და სამი სარკმელი გააკეთებინა. აი ამის გამო აქედან დაიწყო მისი წამება, მამა. ეხლა თქვენ რომ მამას ყველაფერში დაუჯერეთ, წეგან კი ვახსენეთ, მაგრამ ეს ერთია რაშიც არც მამის, არც დედის, არც ხელისუფლების, როგორი კარგიც არ უნდა იყოს თუ ცუდი, არავის მორჩილება არ მართებს გარდა ზეციური მამისა, მისი მხოლოდ შობილისა, ძისა და სული წმინდა ღმერთისა, რომლის არ დიდება, პატივი და თაყვანისცემა აზდა მარადის და უკუნითი გულისამდე, ამენ. რომლითაც ვაჩვენებ, რომ მართლმადიდებლობაშია ჭეშმარიტება. პირველი გითხარით, ხელთუქმნელი ცეცხლი. რამდენს არ ეცადნენ, რომ მოესმოთ, ეს ვერ მოახერხეს. მერე დაიწყეს მეცნიერული ახსნები, რატო ხდება ოპტიკური ეს არის რაღაც მოვლენა და სისულელეები რა, მოკლედ. მეორე, აი ახლა ნათლისღება მოახლოვდება მალე. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, ვინც არ უნდა იყოს ის, თუ ის მართლმადიდებელი, აკურთხებს იორდანეზე გადიან და აკურთხებს წყალს. და ხდება დიდი სასწაული. ამ კურთხევის შემდგომ რამოდენიმე წუთის განმავლობაში მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, რაც ვერც მეცნიერულად აიხსნება და ვერც ადამიანურად. მესამე, ფერიცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სწორედ ფერიცვალება დღეს იცვრება თაბორის მწვერვალი და არასდროს სხვა დროს. ჩვენი მამა ილიაც იყო ნასიძე, გალობელი რო იყო და ახლა სამის დიდ ტაძარშია და საკუთარი თვალით უნახავს ეს სასწაული და ჩვენთვისაც მოუყოლია. თუმცა ეს მე ვიცოდი რომ ეს ნიში ხდებოდა. ამას გარდა რამდენი ნიში სასწაული ხდება თუნდაც ჩვენს პირად ცხოვრებაში. თუ უყური გვაცხენ, თვალი გვაქვს და გულს ჯერ კიდევ ისი არ განსკალა რომ გულისხმის ყოფა არ შეეძლოს. ამენ. ამენ.